ბავშვობაში ჯოხის ცხენი მყავდა. რომ გამოზაფხულდებოდა, მე, ჩემი ძმა და მეზობელი ბავშვები ამხედრდებოდით ჯოხებზე და აქეთ-იქით დავაჭენებდით. ხან საბალახოდაც დაყვავდა ეს ჩვენი ცხენები, სადაც კარგი ბალახი იყო, იქ მივაბამდით და ღამებისთვის კი სახლში მოვახრიგინებდით. ერთ საღამოსაც კარგად ვიჯირითეთ. ეზოს რამდენჯერმე რომ შემოურბინე, შევამჩნიე, დგას პაპაჩემი და მიყურებს. მიყურებს წარბებ ქვეშიდან. მიყურა ასე, მიყურა და ბოლოს მითხრა: უკვე ქალი ხარ, სირცხვილია. ჩემი ცხენი კედელზე მივაყუდე და ჩვეულებრივ ჯოხად იქცა. ამის შემდეგ ჩემი ძმა და სხვა ბავშვები, ბიჭები უკვე უჩემოდ დააჭენებდნენ ჯოხებს. მაშინ პირველად მითხრეს, რომ ქალი ვარ და სირცხვილია. მერე უკვე ბევრჯერ მოვისმინე. სადაც მე გავიზარდე, მკვეთრად იყო განსაზღვრული, რა შეიძლება ქალისთვის და რა არა. მთავარი კი იყო ის, რომ ქალმა არ უნდა ილაპარაკოს, განსაკუთრებით კი იმაზე, რაც მისი საქმე არ არის. ხო, კიდევ არის ის, რაზე ლაპარაკიც არ შეიძლება, ის, რასაც მე გოგოურ ამბებს ვეძახი. ჩემი გოგოური ამბები ერთ შემოდგომაზე დაიწყო, მაშინ, როცა პირველად შემიყვარდა. ინდაურებს მწყემსავდი ხოლმე. შტერი ინდაურები ყავდა, წავიდოდნენ, იბოდიალებდნენ, სადმე ხევში გაიბნეოდნენ და იკარგებოდნენ. უნდა მეძებნა და სახლში მომერეკა. იმ შემოდგომაზე ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ აღარ შემეძლო ინდაურები სოფელზე ჩამომეტარებინა. ის ბიჭი დამინახავდა და იმიტომ. მაშინ მივხვდი, რომ გოგო ვარ. სახლში ვთქვი, რომ ინდაურებს მე აღარ მოვრეკავ და გავიზარდე. გავიზარდე და იმის შემდეგ ყველაზე მეტად შემოდგომაზე ვარ ქალი. ყოველთვის შემოდგომაზე მიყვარდება და იმიტომ. ეს აკრძალული თემაა, შეყვარებებზე მოყოლა. და ზუსტად მახსოვს ის დღე, როცა სახლში საშინლად მეჩხუბნენ იმის გამო, რომ უყვებოდი. ვუყვებოდი ყველას როგორ მიყვარს და მახსოვს როგორ გამივარდა ამ ჩხუბისას ხელიდან ჩემი საყვარელი თიხის ფერადი იხვი და წვრილ ნატეხებად დაიფშნა. მე დიდი ხნით გავჩუმდი. იმ სიჩუმით, რომელიც მესმოდა დედაჩემისგან, როცა ვთხოვდი მის გოგოობაზე მოეყოლა და იმ დროის სიყვარულებზე, სანამ დედაჩემი გახდებოდა. მერე ვიქექებოდი უჯრებში და სამზარეულოში რეცეპტების რვეულების ქვეშ შემალულ მის ბლოკნოტებს პოულობდი, იმ დროის ჩანაწერებს და ვკითხულობდი ჩუმად. ყველა სიტყვა მახსოვს. ალბათ ცუდი საქციელია, მაგრამ როგორ უნდა გამეგო, როგორი იყო დედაჩემი. ვუყურებდი ხოლმე და ვფიქრობდი, რომ არაფერი, სულ არაფერი ვიცი მასზე. ერთხელ გავიფიქრე, რომ ყველა ჩემი პაპის სახელი ვიცი, დიდი პაპების, მაგრამ არც ერთი დიდი ბებიის. უცებ შემეშინდა. დიდი ამბავი, რა მნიშვნელობა აქვს ემახსოვრები ვინმეს თუ არა შენი სიკვდილიდან 100 წლის მერე. მაგრამ რომ წარმოვიდგინე, ჩემს შვილთაშვილებს ჩემი სახელი მხოლოდ იმიტომ არ ესოდინებათ, რომ ქალი ვარ, გული ჩამწყდა. ზამთარი იყო, შუაღამე. ვეღარ მოვითმინე, სწრაფად ჩავიცვი და პაპიდაჩემთან გავიქეცი. დასაძინებლად ემზადებოდა, რომ მიუკაკუნე. ყველაფერი მომიყევი მეთქი ჩემს ბებიებზე. სახელები მაინც მითხარი მეთქი. მიყვებოდა მერე პაპიდაჩემი, რაც ახსოვდა. დიდხანს მიყვებოდა ბებიებისას და სხვებისასაც, გლებზე და დევებზე გათხოვილი ქალების ამბებს. ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ ყველაფერს დავიმახსოვრებ და მასაც დავიმახსოვრებ. ჩემს მარტო ხელა, წითელ ღაწვებიან პაპიდას, ყველაზე მეტად გოგოს, ჩემს ნაცნობ გოგოებს შორის. მისნაირი გოგოები ზოგჯერ მოდიოდნენ ჩვენთან. ბებიაჩემის სტუმრები იყვნენ. ჩამოსხდებოდნენ ღუმელის გარშემო ზამთრის ღამეებში. ჩამოირიგებდნენ მატყლის ფთილებს და ძაბს ართავდნენ. სუბუქად ბზრიალებდნენ თითის ტარები მათ მძიმე ხელებში და ძაბთან ერთად ეხვეოდნენ ამბები, ის ამბები სხვა დროს რომ ვერსად მოისმენდი, ისე რომ მალავდნენ, როგორც ბებიაჩემი მალავდა თავის ლამაზ თმას ფერად-ფერადი თავშლების ქვეშ. ისინი არასოდეს ლაპარაკობდნენ, დაატარებდნენ იმ გასიებულ გულებს და ისე ცხოვრობდნენ, თითქოს ჩაიღეჭეს და გულმუცელში ჩაიბრუნეს თავისი გოგო ქალობა. ახლა ერთი ბებია აღამყავს, დედაჩემის დედა. პაპაჩემი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ისე მოკვდა ბებიაჩემს მისი სახელი ერთხელაც არ უთქვამს. სირცხვილი იყო. ის კაციო იტყოდა ხოლმე, ან ეგო, ეგ, სახელის გარეშე. რაც მახსოვს, სულ ჩხუბი და თვალების ბრიალი ედგათ. არც უტირია ის თავისი კაცი. ესეც სირცხვილი იყო. ასე იყვნენ ისინი, ვინმე სხვის მკვდარს თუ მიატირებდნენ თავისას, წამყერებულ ტირილში შეაპარებდნენ. ის ჩემი კაციცო, იქ რომ არისო, მიწის საჭმელადო. მარტო დარჩა ბებიაჩემი. თებში ცხოვრობს და ძროხებს უვლის. რძის სუნიასტის ხელებზე. ისეთი ქალია, თვალს ვერ გაუსწორებ, შემოგხედავს და ყველაფერი იცის შენზე.
რაც არ უნდა ძვალხორცი აიფარო. რა უნდა იცხოვრო ისეთი იმას, რომ არ ეცხოვროს? რა ამბავი უნდა გქონდეს ისეთი, იმას გაუკვირდეს. სახეზე ხელს ჩამომისვამს ხოლმე რომ მივალ და ჩემი ქალი მომივიდაო იტყვის. ამ შემოდგომაზე მოინახულა დედაჩემმა, რომ დაბრუნდა, ერთხანს ძალიან ჩუმად იყო. მერე მითხრა: წავა თურმებებია ჩემი, ხბოებს გარეკავს მინდორში და იმ გზით გარეკავს სასაფლაოს რომ გაუვლის კვერთხზე. შორია სასაფლაო, ძალიან უჭირს სიარული, ხანსად ჩამოჯდება გზაში, ხანსად, მაგრამ მაინც მიდის იქამდე. და ყველა გავლისას პაპა ჩემი საფლავს გასახებს ხოლმე. ელაპარაკება. სულ დაყვავებით ელაპარაკება. აბა როგორ ხარო, ჩემო კაცო? პირდაპირ გზიდან გასახებს თურმე. როგორ ყვარებიაო დედაჩემმა? არ ვიცოდი, თურმე როგორ ყვარებიაო. ყოფილა ასეთი ქალი, ხვარამზე, ბევრი წლის წინ. მელექსე იყო, ახლა პოეტს ვიტყოდით. გონი ერთადერთია, ვისი სახელიც გადარჩა იმ დროის პოეტი ქალებიდან. არ შერცხვა და ილაპარაკა. არ შერცხვა და ისე შეიყვარა, თელ ქვეყანას გადააწვდინა ის თავისი სიყვარული, ლექსებით. და მარტო თავისი კი არა, სხვა ქალების ამბებიც მოყვა, ხვარამზემდე დაბადებულებისაც და იმის მერე გაჩენილებისაც. მე გვიან დავიწყე მოყოლა. დიდხანს ვიყავი ჩუმად და ერთ დღეს წერა დავიწყე. აქაც მოვისმინე, რომ ეს ამბები საინტერესო არ არის. რა არის ეს გაბმული ქალური წუწუნი, ვის სჭირდება ეს ხაზგასმით მდედრობითი პოეზია. მაგრამ რა უნდა მექნა? ქვაზე რომ ჩამოვჯდებოდი ჩემ სოფელში, ის ქვაც კი ამბავი იყო. ჩემამდე რომ ჩამომსხდარიყვნენ იმ ქალების ამბავი. დავიწყე მოყოლა და წამოიშალნენ. ჩემსას ვყვები და იმათიც გამოდის. როცა წერ ადვილია. შეგიძლია 1000 კანში იცხოვრო, 1000 ტანის კანკალი გამოიარო, 1000 გულისა, 1000 ხელებისა, იმ გულზე რომ შემოიხოდნენ ხოლმე ისინი, ჩემი უსახელო ქალები. ოღონდ არავის გაეგონა, როგორი გუგუნი გამოდიოდა იმათი სიჩუმიდან. არ ლაპარაკობ და ისია, თითქოს არც დაბადებულიყავი. არ ლაპარაკობ და ცხოვრება არ ცხოვრებას ემსგავსება. ხო და ილაპარაკეთ, გოგოებო. ილაპარაკეთ. მე ბევრს ვლაპარაკობ. ვლაპარაკობ და არ მრცხვენია. როდისმე შვილებს თუ გავაჩენ, ჩემი ჩანაწერების ჩუმად ქექვა არ მოუწევთ. ეცოდინებათ, რომ ქალი ვიყავი. ბევრი ამბავი მქონდა და ყველაფერი იმ კაცების ამბებივით მნიშვნელოვანი იყო, რომლებიც გვეუბნებოდნენ. ქალი ხარ. ასე არ შეიძლება. სირცხვილია.